ისა ეთერშია არაკორექტული შოუ. მე კი სახალხო პირში მთქველი ალეგო მახარობლიშვილი ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. ნათქვამია ნოემბერი რომ დადგება ნაციონალური სისხლი იწყებს ყივილსო. ხო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დადგა ნოემბერი და ძველ ხელისუფლებას მონატრებული პოლიციელები აი ასე შეხვდნენ ღირსშესანიშნავ თვეს. ადვოკატი გიორგი მდინარაძე ყვება, რომ ფიზიკურად პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველები გაუსწორდნენ. სახეზე სილურჯეები და თავის ტრამვა ეს ის დაზიანებებია, რის გამოც მდინარაძემ ერთი დღე საავადმყოფოში გაატარა. ეს უკან მქონდა შეხელბურკილი, სახის დაცვის საშუალებაც არ მქონდა და ასე მირტყავდნენ დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში. აი, როგორ გვიცავს ჩვენი პოლიცია. მათ ვაკე-საბურთალოს პოლიციის შენობაში ადვოკატი ცემეს. პრინციპში სწორად მოიქცნენ. რაც ყველაზე კარგად გამოსდიოდა წინა ხელისუფლების დროს, იმას აგზელებენ ახლაც. რა მოხდა ამ ამბავში სავიშვიშო და საგანგებო? ადვოკატი ცემეზე პატიმარი ხომ არ უცემია? თანაც ადამიანები არიან ეგენის. 3 წელი აღარავინ უცემიათ და ასეთი სუყი ადვოკატი რომ გიზის წინ ძნელია გაუძლოთ სტუნებას. საინტერესოა რა ფაქტები ვლინდება მართლა პოლიციელებმა სცემეს ადვოკატი თუ უბრალოდ პოლიციის სახელის შებღალვას აქვს ადგილი. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გიორგი მდინარაძეს ფიზიკურად პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე გაუსწორდნენ. მეტი დაფასება რა უნდა ახლა ამ კაცს? თავად სამმართველოს უფროსმა სცემა და კიდევ უკმაყოფილოა. მაშინ გახდი შენს ურთმელიზესავით მოსამართლე და მერე უკვე მინისტრი წაგითაკებს ხოლმე. და შენც ხომ კარგად იცი ადვოკატო რომ გინდა მინისტრ წაუტაკებია და გინდა იმას. თვითონ თავდადებული პოლიციელი ცემის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით ეს უბედური შემთხვევა იყო. ადვოკატი შემთხვევით წაიქცა პოლიციის შენობის ჯურღმულში და მის დაუნებურად ზემოდან დაეცნენ პოლიციის უფროსის მოადგილე, კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი, სუსის ორი მაღალჩინოსანი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სამხედრო დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრი და კულტურის სამინისტრო ზეთა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი. აი ამ ხელისუფლების პირველი წინ გადადგმული ნაბიჯიც. ნახეთ, ზონდერები როგორი ჰუმანურები გამხდარან. ხალხი სადღაც სამეგრელოს ტყეებში კი აღარ მიყავთ საცემად. პირდაპირ კაბინეტებში სცემენ ყველას კლასიკური მუსიკის ფონზე. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს წინამთავრობა თუ როგორ მყარად იდგა ზონდერებზე. შემდეგ ახალმა მთავრობამ ჩამოაგდო წინამთავრობა და ახლა თვითონ შედგნენ ამ სასიკადულო და ყველა მთავრობისათვის საჭირო მამულიშვილებზე. მაგრამ ყველაზე მეტად ის მაინტერესებს თუ რატომ სცემეს ეს ადვოკატი პოლიციელებმა. კონფლიქტის მიზეზი რაოდენოცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ის იყო ჩემი შეთანხმება ჩემი დაცვის ყოფთან სტრატეგიულად დუმილის უფლების არჩევა ურჩიე. კიდევ კარგი მარტო დუმილი ურჩია და სახალხო დამცველის მოყვანა არ მოითხოვა თორემ ცემა და წამება. მე გენახათ სახალხო დამცველის. ამავდროულად შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, რომელმაც ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის ტყავი არ დახია და ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი შემოგვიტოვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა აცხადებენ, რომ გიორგი მდინარაძე მართლაც იყო დაკავებული ადმინისტრაციული წესით და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, რადგან მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით განყოფილებაში მყოფ პოლიციელებს. თუ შეაგინა ცემდნენ, აბა რას იზამდნენ? მოქცეული იყოს რდილობიანად და დაიჭერდნენ. თან რას აგინებ რომ აგინებ? წინებში კი არ აგერიოს. ისი რა წმინდა და ფაქიზი სულის მქონეები არიან ამ მთავრობის ზონდერები.
მოკლედ, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კომენტარით შემოიფარგლა, ხო და დაზარალებულ ადვოკატს ურჩევ, რომ ამ საქმეს აღარ მიყვეს. თორემ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტუალეტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც აქვს, სადაც პოლიციის უფროსი არაფერ შუაშია და თვითონ ამ ადვოკატის თვითგვემის ფაქტებია დაფიქსირებული. აი, ეს ვიდეოა. რადგან ეს ვიდეო სააშკაროზე გამოვუტანე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გაправების გზები მოუჭერი, მათაც აღარ უფიქრიათ ბევრი და პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. ვაკე საბურთალოს პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეადასტურებენ. უწყებაში აცხადება, რომ განყოფილების უფროსი კადრების განყოფილებაში იქნება გადაყვანილი. საქმე ეხება ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტს. პოლიციის უფროსი კი გადადგა, მაგრამ გავა დრო და დაბრუნდება ან საპატრულო პოლიციის ოფიცრის სახით, ან არასამთავრობო ორგანიზაციის სახით, ან თოვლის სახით. მაგრამ თავარია რომ დაბრუნდება. იმედია მთლად უმუშევარს არ დატოვებენ და რაიმე საპასუხისმგებლო საქმესაც ჩააბარებენ, თორემ ქუჩაში გამოსვლა საშიშია უკვე. 1000 ადვოკატი დადეს კაცო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამ თემის დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ჩვენი კორესპონდენტი მშვენიერი ელენე. ელენე, რას გავხარ შილო რაკი? ალეკო, როდესაც პოლიციელებს კომენტარის გაკეთება ვთხოვე, აი ასეთი კომენტარი გააკეთეს. მე რა შერაქენი? სახალხო დამცველს არ აცნობე? კი ვაცნობე, მაგრამ ბატონმა უჩამ სახალხო დამცველი ვარ, გიჟი კი არა, მან დრო მოვიდეო. და მიზეზი რა გახდა ამ ინციდენტის? მიზეზი. შენ რაღაც გერჩოდნენ? არ ვიცი ალეკო, ჩემთვის ვიდექი ჩუმად და რომ გამომხედეს, ეგონათ რომ მეცდუმილის უფლებას ვიყენებდი და სასტიკად გამისწორდნენ. სახეზე თუ იცნობ ამ მოძალადეებს? კი, მაგის სახეს რა დამავიწყებს? ჯერ 2007-ში მცემ აიმეთთან, მერე 2011-ში პარლამენტთან და ახლა რომ შევედი გაუკვირდა. გოგო, შენ კიდე ცოცხალი ხარო და მომდგა. ადრეს თუ ქონდა ძალადობას ადგილი, რატომ არ მიმართე პოლიციას? მივმართე, მაგრამ იქაც დამიმატეს და გამომიშვეს სამართლიანობა აღდგენილი. და ადვოკატის ცემის ფაქტს რომ მიუბრუნდე, აღიარებენ პოლიციელები, რა დამატებით ინფორმაცია მოიპოვე ამ ფაქტთან დაკავშირებით? არა ალეკო, პოლიციელები ამას არ აღიარებენ, ისინი ჯიუტად ამბობენ, რომ უბრალოდ ხელჩართულად კამათობდნენ. მაგრამ ეს ხომ იგივე ცემაა? არა ალეკო, როგორც აქ განმარტეს, ეს საკამათო საკითხია. აქ ცემას უფრო ფილოსოფიურად უყურებენ და საერთოდ ისინი დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებენ, რადგან თვლიან, რომ გუშინდელი აქტით სათქმელი უკვე თქვეს. მადლობთ ელენე. ეს იყო ჩვენი კორესპონდენტი ელენე ქასვაძე. არ გადავწოთ. ჩვენ მალე დავბრუნდებით.